და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი უვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში Pui, kai patronis შეხვედრასაც იღბალი დომებია რა. რა ფერდამტო, ავეჯო ამ ტრიალმინდორში გარეთ მარტო 1000 მგელი და მტაცებელი დარბის. რადგან აფრიკიდან ვარ მაგას მართლა მონახო არ გონი ვარ. ბოლო-ბოლო თეთრკანიანი ვარ. ნახევრად. ზახანიჩ, რა ვარც იქნა გეიმეტა პატრონმა ვახშამი. ხეჭი ახლა დილამდე გამომხმარი თივა ინკათ. თივა უნდა ვაჭავოთ, ვიჯო? მალადეს თქვენ. ფუი! შენ თუ გონია მე ვარ უკეთეს დღეში. ევკალიპტიც არ ნახარება თურმე ამ დასაქცევში და კაქტუსის ეკლებით მაქვს გამოტყაული გლანდები. შენ ემიჯო ქვაი ხوار ჩაგიგდია მაგ თუ ჯიანში რო არ მეიხარშა მთელი დღე. მზადა უკვე მბრძანებელო მოგართვათ სტაფილოს ფახიტასი? ფახიტასი და ჯანდაბა შენე. ერთი ეკალამაჭამა ახლა. ლეიმურას მოთოკე შენი უკმაყოფილება. ხომ ხედავ ფიქში ხელი ეშლება ჩვენს პატრონს. სასიამოვნო ყელის ჩაკოკლოზინებას გისურვებთ. კაცი ეგ ჯამი ბიჭო რუკას არ გადაასხა. რუკა არის მაგი ბიზინა, გეოგრაფიას მაცადინობ. ეს უბრალო რუკა კი არა. ოქროს ულევის საბადოს რუკა. ინდიელების ოფისში რო ვიყავი კამანდირობკით, იქ მაჩუკა ერთმა ჩაძინებულმა ინდიელმა. თვალებს ვერ ვუჯერებ. ოქროს საბადოს რუკა გიჭირავთ ხელში და სახლში ზიხართ. პრინციპში ზედმეტი ოქროც მოსაწყენია, იცით? ვაი რეზიკო, მე და შენ ჭკუა მოგცა და მე კიდე მეტი რუკა. ოქროს ზედმეტი არ არსებობს, არა? ხო და ბარემ პირდაპირ გითხარი რა გიდემს გულში. ვის ვათავისუფლებ ზედმეტი ოქროსგან? მაგას ჩემი მგლები რომ მოვლენ, მერე გაიგებთ. სადაცაა უნდა გამოჩნდნენ? ვინ ყავთ დაბარებული მბრძანებელო? ვინდა? ხების რისხვა, კოკელი კოიოტი, იგივე კოკიოტი. მას ფაციფუც ვერავინ დაასწრებს. უყვარს აჯიკის ტეკილა და ნათესავები. ვამაჩკი მიკოჭი, ეს ბზრიალი ხო ვერ თავამუღამე მე ვიყო. სკელტუ ჩაკალა, მისი დევიზია გადაშენდი აქედან. და კაი დიდი შვილი ხარ და ნუ გადაშენდები. არ ეტყობა რაც ხამაღვალაკი არის. ტერს დო უკაჩა თვალები. ბრბალი ჯეჯე, იგივე მხიარული ბიზონი, ზღაპრების მტერი, მას მოკრული ყავს შერიფი, წიქარა და დევი, შეჭმული ყავს კომბლეს ხრები. იპ, არ შეინკრიბა უცბად 4 კაცა შესანიშნავი შვიდეული. ვინდო უდგება ამათებს ახლა წინ. რას ამბობ ლეიმურას? იმ ოქროს საბადოს თუ პატარა ჭკუა აქვს, თავისი ფეხით უნდა მორბოდეს ახლა ჩვენკენ. ბარბენ, რას დამალევინე, ბაბაკარგს? სვენური ვისკი გვაქვს. 2 ლუდი დაგისხე. ინდიელებს ამ სალონში არ ვემსახურებით. რატომ არ ემსახურებით? იმიტომ რომ ინდიელები ოპოზიცია ხართ. ბიჭო, დაასხი თუ ძმა ხარ, ოპოზიცია არა იხვის ტოლმა. ბილი, ორი იხვის ტოლმა გამზადე, მაგრამ არ მოიტანო, იმიტომ რომ ინდიელებს არ ვემსახურებით. იცი მე ვინ ვარ? მე ვარ თეთრი ბელადის პირდაპირ შთამომავალი, ჭაღარა დათვი, ჩინგანჩუკის გარე ბიძაშვილი, ოცეულას მძახალი, უტაუას მაზლიშვილი, მაგუას სოლიზმა დედის ხაზით. ბერემ საოჯახო ალბომი მოგეტანა.
აუ, შეფლაჩინაური ყოფილყავთო. ამას მაო ბოცით უნდა დაუდგავ ისკი. რა ხდება მანდ? ჩვენ მიწაზე ლუცარ გვისხამენ ეგ ჩამოთრეულები. ვაი აბა მოდი აქა! მოდი აქა! აბა ერთი თუ მაგარი ხარ, გამოდი დუელში გიწევ. მიდი, დაიწყე და მოვალ. ვა! აქ არ მოხდება კარგი ამბავი. ჩემი გასროლის ხმა იქნება ნიშანი. ამაცილა. მე მგონი გავარტყი, ხო? აბა ისი ხმა იყო? წამო სოსო, წამო ლუტი დამისხი, თორე ყელი გაბიჭრა შენი საწოდაობით. აი, ეს ადგილი უნდა იყოს კაქტუსების ველი. მაგრამ აქ ქალაქი რო არ ხატია? ხახ, სვინდისი სულ არ ქონიათ მაგნებს. რა უქნიათ ამ კრასავიცა ბუნებისთვის? როგორ შეიძლება გაჩეხო ამოდენა სიმწვანე და სახლები ააშენო? გადაირევი პირდაპირ. რა მნიშვნელობა აქვს სახლები დგას თუ ხეები? მთავარია რომ მის ქვემოთ არის ოქრო. უნდა ვაოხროთ ამიტომ. როგორ არ აქვს მნიშვნელობა ბატონი გალი? ხეს დაადევი პირდაპირ და მოჭერი. ხმას არ მოიღებს. ქალაქი როგორ გინდა აოხრო? ხო აყვირდება ხალხი. შენ ღირებული ხუსტური თქვი თუ არა? ქალაქს კი არა ქვეყანას გავასწორებთ მიწასთან. ხო და დროზე შეუტიოთ. ქაოსი და პანიკა დავთესოთ რომ ქალაქიდან გაიქცნენ. ოღონდ სახეები დაიფარეთ სულ ყველამ. მერე კი მხსნელებად მოვევლინოთ იმ ხალხს, რომლებიც თვითონვე დავაწიოქეთ. პირველი მსოფლიოები დაიწყო ასე ადრე? დედა, რა იყო ეს, ა? ამდენი ბანდიტი ქალაქს დაცემოდეს, ჯერ არსად მინახავს. ხახ, მერე რა, ჟესტოკები იყვნენ ეს სოლაჩები. კიდე კარგი თქვა რომ დროზე აღმოჩნდით და აქ კუდით ქვა ასროლნეთ ბანდიტებს მაგნებს. მაგრამ ეგენი თუ მობრუნდნენ ტაროი კრუგზე, ქვას ქვაზე არ დატოვებენ მე ვიყო. აბა რა კაცო, ამ ქალაქში ცხოვრება უკვე შეუძლებელია. მე გთავაზობთ, დააცალოთ აკავრობა და სხვა ადგილზე გადასახლდეთ. სხვაგან სად უნდა გადავსახლდეთ? აი, სადაც ოქროს საბადო არა. ბაბა კიდოჩკი მიბალნოი კოჭი. დედა დედიკონა. აი, ბრუნდებიან ისე ბანდიტები. დროზე დაცალეთ ქალაქი, ტყეში გაიხიზნეთ და იქ დასახლით. დავაი სოსო, დავახვიეთ აქედა დროზე. ქალაქი თავისუფალია ბატონო ბიძინა. ხო და შეუდგეთ ოქროს ძებნას. მთელი ქალაქი გადავთხაროთ? რა უნდა გადათხარონ არმან? ეს რატომ წამოვიღე? ოქრო არა მაგდანას მურჯა კიდე. აბა, დროზე ავსო ტომრები, ჯიბეები, უბეები, უნაგირები, პეშვები და დროზე მოვძუძგოთ ამ დაქცეული და უპერსპექტივო ქალაქიდან. რას ბძანებთ ბატონი ბიძინი? ვერც იფიქრებს კაცი თუ აქოდეს მე ოქროს რუნიგი იყო. მაშინ დავიძრათ სახლისკენ. საიდ გაგიწევიათ, ჩემო ქუდრაჩებო. დახარეთ ოქროები. არ შეშინდეთ ბატონო ბიძინა, ის ერთია და ჩვენ 4 ვართ. ვავა, ეს პლახოი ხაროში ზლოი ერთად ყოფილა მე ვიყო. რაც არ გერგება ნანა, არ შეგერგება ნანა. ნანა.
მაშა ბატონო რაც გინახავს ვეღარ ნახავ ხოხ? ნაყურები გაქვს?